წიგნში არის აფეთქების პირველი ხმიდან მოყოლებული თანამედროვე მუსიკამდე ისტორია, როგორ ვითარდებოდა, რომელი ხმები ქმნის მუსიკას, არ ვითარებს ასე თეორიას, რომ ყოველი ახალი სტილი იბადება აუთსაიდერებიდან, სოციალურად დაბალ ფენაში და მუსიკა ეს არის ამბოხის, ეს არის ცვლილებების ძალა. ცდილობს, რომ მაგალითად ბეთჰოვენიც კი გვაჩვენოს როგორც აუთსაიდერი. ძალიან საინტერესო არის ისტორიული კონტექსტი, რომელ კონტექსტში იბადებოდა ესა თუ ის მიმდინარეობა. აქ არის ტრუბადურების ისტორია, აქ არის კიდევ უფრო ადრე შუმერების სიმღერები, ეგვიპტური სიმღერები, მუსიკა როგორ იყო სექსის, ნაყოფიერების, ძალადობის, მუსიკა როგორც სიყვარულის გამომხატველი ინსტრუმენტი. რა თემატიკაზე იწერებოდა ზოგადად სიმღერები უძველესი დროიდან. ძალიან საინტერესო მიგნებები არის მაგალითად უძველეს გამოქვაბულებში, სადაც არის ნადირობის სცენები. ყველაზე მაღალი ხმა აკუსტიკა ჟღერადობა, სადაც იყო, იქ იყო ეს სცენები გამოსახული და არის ასეთი ვერსია, რომ სწორედ აქ გარკვეული რიტუალები ტარდებოდა და მოხსენიებული არის ამ წიგნში ერთ-ერთი მკვლევარის აზრი, რომ ეს იყო პირველი როკ კონცერტი. ძალიან საინტერესო აი ამ პირველი როკ კონცერტიდან თანამედროვე მუსიკამდე როგორ განვითარდა მუსიკის ისტორია, ელიტას, ძალაუფლების მქონე ადამიანებს როგორ ეშინიათ ახალი მუსიკის, თუმცა შემდეგ როგორ აღიარებენ მას, როგორ აფასებენ და აი ეს ძალიან საინტერესო ტრანსფორმაცია არის. ერთი სიტყვით მუსიკის ისტორია, როგორც ნგრევის, შექმნის, ცვლილებების ძალის, კატალიზატორის ამ წიგნში ძალიან საინტერესოდ არის მოთხრობილი.